ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან დაკავშირებით დამატებითი სანქციების პაკეტს ამზადებს, რომელიც უახლოეს კვირაში გამოქვეყნდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მილერმა კვლავ ღრმა შეშფოთება გამოხატა ქართული დემოკრატიის მდგომარეობისა და იმ ქმედებების გამო, რომლებიც ქართულმა ოცნებამ ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის განახორციელა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის მდგომარეობით, ქმედებებით, რომლებიც ქართულმა ოცნებამ განახორციელა ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხვრის მიზნით. პარასკევს თქვენ ნახეთ, რომ 20 ახალი სავიზო შეზღუდვა დავაწესეთ მთავრობასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. ჩვენ სხვა ქმედებები გვექნება, რომლებიც მზად ვართ, რომ უახლოეს კვირებში განვახორციელოთ. როგორც განცხადებაში ვთქვით, გვაქვს სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ. უფრო მკაფიოდ ვერ ვიტყვით, მათ შორის მდივანი ბლინკენის განცხადება ერთი კვირის წინ და ჩემი განცხადება პარასკევს, რომ ჩვენ დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ. ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ერთ ღამეში შეიძლება. უნდა დარწმუნდე, რომ ამას კანონის შესაბამისად აკეთებ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა, საუბრის მომენტშიც კი. ასევე ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ქართული ოცნების მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას ეხმაურება და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობს. ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. მისი თქმით, ყაველაშვილი ანტიამერიკული პროვოკატორი და საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში ცენტრალური ფიგურაა, რომლის არჩევითაც ოცნებას საკუთარ ნამდვილ ბუნებას ავლენს. ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი ნამდვილი ბუნება სახელგანთქმული ანტიამერიკული პროვოკატორის მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით. ბატონი ყაველაშვილი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში ცენტრალური ფიგურაა, მათ შორის მისი როლით რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის თანაავტორობაში. როდესაც ქართველი ხალხი შაბათს მასობრივად შეიკრიბა ანტიდემოკრატიული ფიგურის გასაპროტესტებლად, უსაფრთხოების ძალები მათ წამებითა და სისასტიკით დაუპირისპირდნენ. ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს დაკავებული მომიტინგე, მათ შორის არასრულწლოვნები, რომლებიც ციხეში არიან. კარდინი განცხადებაში ასევე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ძალადობაში მონაწილეებს პასუხი უნდა აგებინოს და სანქციები დაუწესოს. პრეზიდენტმა ბაიდენმა პასუხი უნდა აგებინოს მათ, ვინც ამ ძალადობრივი რეპრესიების უკან დგას. მათ შორის დააწესოს გლობალური მაგნიტსკის სანქციები. ახლა არის მომენტი, როდესაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით, დემოკრატიისა და თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოცამდე ქართულ მაღალჩინოსთან სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართული ოცნების ნაბიჯების გამო 2024 წლის 30 ნოემბერს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამას წინ უძღოდა ორმხრივი ურთიერთობების ყოვლის მომცველი გადახედვა. სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სავიზო სანქციების პირველი პაკეტი 6 ივნის გამოაცხადა. ის შეეხებოდა ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანებსა და კერძო პირებს, ჯამში 30-მდე ადამიანს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოში მორიგი სანქციები 16 სექტემბერს გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვა მაშინ 60-ზე მეტ პირს შეეხო, მათ შორის ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და მათ ოჯახის წევრებს. ასევე პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს რუსული კანონის მიღებაში. 16 სექტემბერს საქართველოში ახალი სანქციები გამოაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმაც. სიაში 4 პირია შესული: პრორუსული ძალადობრივი მოძრაობის ალტინფოს ლიდერები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და სიცრუის შემცველი განცხადებების გამო წელს ამერიკამ საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარება შეუჩერა და განუსაზღვრელი დროით გადადო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი.